მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, ჩემო მაყურებლებო. გთავაზობთ საჯარო გაშლას. ეს გაშლა იქნება პირად ურთიერთობაზე და გავიგოთ ვისთანაც ხართ დაწყვილებული და ვისთანაც ხართ ურთიერთობაში, რამდენად თავსებადი წყვილი ხართ. გარდა ამისა ჩავშლი კითხვებს, ანუ ამ ადამიანის ზოგადად ფიქრები ვნახოთ, გრძნობები ვნახოთ, ეს თავსებადობა ვნახოთ და საერთო ჯამში ამოვიღოთ ორაკულის რჩევა თქვენთვის. იმედია რომ მოგეწონებათ ეს გაშლა. გამიხარებთ თუ გამოიწერთ ჩემს YouTube გვერდს და თუ დამიწერთ კომენტარს, ასევე ესეც ძალიან გამახარებთ და მოტივაციას მომცემს იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი საჯარო გაშლები ჩავწეროთ თქვენთვის. მათ ვისაც გაინტერესებთ ყოველდღიური დღის არკანები, შეგიძლიათ რომ ჩემს Facebook გვერდზე მომწეროთ, აქ დავურთავ ჩემ Facebook-ის გვერდს და შეგიძლიათ რომ გადმოხვიდეთ და ნახოთ დღის არკანები, რა გამოწვევები გველდებათ იმ კონკრეტულ დღეს და ასევე შეგახსენებთ იმასაც, რომ შეგიძლიათ მომართოთ პირად გაშლებში ჩემს Facebook გვერდზე. როგორც ყოველთვის, გვაქვს 4 ვარიანტი. აირჩიეთ თქვენთვის ასრული ერთი ვარიანტი. ჩავდგით ადამიანი, ამ შემთხვევაში ვისთანაც ხართ უკვე დაწყვილებული ეს ადამიანი უნდა ჩავთქვათ ამ ადამიანზე კონცენტრირებით, იფიქრეთ მასზე. შეარჩიეთ სასრული ერთი ვარიანტი და ნახოთ ამ გაშლის პასუხები. მოდი ვნახოთ, ვინც აირჩიეთ პირველი ვარიანტი. პირველში ვნახოთ ამ ადამიანის ფიქრები თქვენზე. ვნახოთ ასევე მისი გრძნობები, რამდენად თავსებადი წყვილი ხართ და შემდგომ ამოვიღოთ ორაკულის რჩევა. კი ბატონო, მოდი ისე დავიწყოთ. პირველ რიგში გეტყვით, რომ საკმაოდ დადებითი ფიქრები აქვს ამ ადამიანს თქვენთან მიმართებით. ფიქრობს, რომ ხართ ძალიან ენერგიული, აქტიური, სასიამოვნო ადამიანი, რომელსაც ბევრი რამის მიღწევა შეუძლია ცხოვრებაში, რომელიც არის საოცრად სუპერენერგიული, დადებითი ენერგეტიკას აფრქვთ ამ ადამიანს და ძალიან ბევრი დადებითი, ესე რომ ვთქვათ, ემოციები შეგაქვთ მის ცხოვრებაში. ასე რომ პიროვნულად, ესე რომ ვთქვათ, საკმაოდ დადებითი თბილი ფიქრები აქვს მას თქვენთან მიმართებით. უშუალოდ ემოციებში ხედავ, რომ ნამდვილად არის დადებითი გრძნობები, სერიოზული გრძნობები არის აქ და ეს არის მყარი გრძნობები მისი მხრიდან. ვერ ხედავ იმას, რომ ცუდი ემოციონალური კავშირი მოდიოდეს ამ ადამიანის მხრიდან პირიქით, ეს არის თბილი ტკბილი ემოციები რეალურად და ეს თავის გრძნობებში ეს ადამიანი არის დარწმუნებული, ესე რომ ვთქვათ. რაც შეეხება თავსებადობას, იცით რა გვარ არის, ვიტყვეთ რომ კი, თავსებადი წყვილი ხართ, თითქოს აქ არის შეიძლება იყოს ესეთი ურთიერთობა, რომელიც ან დიდი ხანია უკვე რაღაცა საძირკველი აქვს, ან შეიძლება ახალი დაწყებული გაქვთ ეს ურთიერთობა, მაგრამ იცით როგორი განცდა გაქვთ, რომ ამ ადამიანს დიდი ხანია იცნობთ და კარგად უგებთ და კარგად ეწყობით. ანუ არის შეიძლება რაღაცები რაც არ მოგწონდეთ ამ ადამიანში, ესე რა ვთქვათ, მაგრამ გამოასწორებს თუ აუხსნით, გამოასწორებს ყველაფერს თუ აუხსნით თქვენ ასევე ის თუ გეტყვით რომ მოდი რაღაც შეცვალე, ხო, ამ შემთხვევაში რაღაცებს შეიცვლის და გაითვალისწინებთ ერთმანეთის სასწრაფო შეხედულებებს. სავარაუდოდ პირველი ვარიანტი, ვინც აირჩიეთ, ძალიან ჩამოყალიბებულები ხართ ორივე მხარე მიცით რა გინდათ, როგორ გინდათ, რა გსურთ ურთიერთობაში რომ მიიღოთ და თავსებადობა არის აბსოლუტურად, ესე რომ ვთქვათ. ორაკულის რჩევა გეუბნებათ იმას, რომ უფრო მეტად რაღაცა გაიხსნათ ამ ურთიერთობაში, უფრო მეტად გამოხატოთ თქვენი ემოციები და იმ შვიდათ იყავით რა, იმიტომ რომ ეს ადამიანი თქვენი პარტნიორი ვინც ყავთ ხო, აქ უკვე ჩათქმული და ვინც შეარჩიეთ ამ პირველი ვარიანტის შემთხვევაში ძალიან სანდო ადამიანი არის, კეთილი ადამიანი არის და ისე ამ ურთიერთობით, ამ ზედმეტი დაძაბულობები და სირთულეები აღარ გინდოდეთ, ეს მოდის მოკლედ რეალურად აქ. ასე რომ მშვენიერი გაშლა იყო პირველი ვარიანტის ამომრჩევლებო. ძალიან რაღაცა დადებითად დავიწყეთ გაშლა. მოდი აბა ნახოთ მეორე ვარიანტი. აბა პირველი ვარიანტის ამომრჩევლებო მითხარით, რამდენად მოგეწონათ ეს გაშლა. ნახოთ ესე იგი ამ ადამიანის ფიქრებში რეალურად მოდის ის, რომ განსხვავებული ხართ. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ძალიან განსხვავებულად უყურებს, სულ რაღაცა სულ სხვანაირი შეხედულებები გაქვთ სხვებისგან, ესე რა ვთქვათ, სხვების
სხვებთან შედარებით, განსხვავებულად უყურებთ ცხოვრებას, განსხვავებულად უყურებთ ურთიერთობებს, განსხვავებულად აღიქოთ სიტუაციებს და ფიქრებში ანუ რეალურად ის მოდის აქ, რომ მოსწონს ამ ადამიანს, რა ეს თქვენი აი ესეთი განსხვავებულობა, სხვანაირი განსხვავებული ხართ და მოსწონს მას ეს ყველაფერი, ან რაღაცა თვითონაც განსხვავებულად გრძნობს თავს და რაღაცა უფრო ეს ემოციები მოსწონს რა თავის თავში ამ ადამიანს და ნუ შესაბამისად ერთგვარ თქვენც ხო? ამ შემთხვევაში გრძნობებში თქვი რომ არის ნამდვილად გრძნობები და ემოციური ასე ვთქვათ ჭრილში ან დადებითი ემოციები არის, სითბო მოდის, სიყვარული მოდის, დადებითი ემოციები არის ნამდვილად აქ და ვერ ვხედავ იმას რომ ამ ადამიანს ცუდი გრძნობები ჰქონდეს, რაღაცა ცუდი იკვეთებოდეს პირიქით, აი იმაზე მეტი გრძნობები და ემოციები შეიძლება ჰქონდეს ამ შემთხვევაში ამ ადამიანს, ვიდრე ეს თქვენ წარმოგიდგენიეთ, ესე რომ ვთქვათ, აი ამ ეტაპზე, ხო? ასე რომ, ნუ გრძნობები, ემოციები რა თქმა უნდა გვაქვს. რაც შეეხება თავსებადობას, მეტნაკლებად თავსებადი წყვილი ხართ, იმიტომ რომ აი დასაწყისში აღვნიშნე რომ ეს განსხვავებულობა კი მოსწონს თქვენს პარტნიორს და ეს განსხვავებული შეხედულებები და სიტუაციები რო გაქვთ, მაგრამ ყველაფერში თითქოს ფეხს ვერ გიწყობთ რა, და აი ყველაფერში ვერ მოგდევთ ესე ვთქვათ ბოლომდე და არის ხოლმე მომენტი როცა აი რაღაცის გაკეთება თქვენ გინდათ და ეს ადამიანი ვერ აკეთებს, არა იმიტომ რომ რაღაც არ უნდა, უბრალოდ აი ვერ მოგყვებათ რა, რაღაცა მისთვის შეიძლება რაღაცა გადამეტებული იყოს, რაღაცა ძალიან დიდი სიგიჟე იყოს, რაღაცა დიდი ექსტრემი იყოს, ესე ვთქვათ, რაღაცისთვის, ხო, მაგალითად აი პირობითად რომ მოვყვანთ, რომ რაღაცა სადმე გასვლა გინდათ, ხო? და ნუ ამ ადამიანმა თქვას, რომ არა მოდი მშვიდ გარემოში, წყნარ გარემოში, სხვაგან წავიდეთ, სხვა შევარჩიოთ, აი ესეთ შეუთავსებლობას ვხედავ რა, ანუ დათმობების მომენტები კი გაქვს ხოლმე, მაგრამ აი თითქოს თუ მე იმას გააკეთებს, რაც თქვენ გინდა, თვითონ რჩება ცოტათი უკმაყოფილო, თუ იმას არ გააკეთებს, რაც თქვენ გინდა, მე ცოტა თქვენ ჩობით რაღაცეებში უკმაყოფილო, ანუ სიტუაციურად უფრო ვხედავ, რომ პატარა შეუთავსებლობის ამბავი გვაქვს, ესე რა ვთქვათ, ამ შემთხვევაში და ეს მოდის აქ, ანუ ძალიან, ანუ რამდენად თავსებადი წყვილი ხართ, რომ გითხრათ ეხლა და ის რო გითხრათ რომ საერთოდ არ ხართ ხო მოგატყოთ, მაგრამ არის სიტუაციები რაც არის დასამუშავებელი და გასარკვევი და ორაკულიც იმას გეუბნებათ რომ აი ის რაც არ მოგწონთ და რაც გინდათ რომ შეიცვალოს ამ ურთიერთობაში ხო, რომ უფრო მეტად შეავსოთ ერთმანეთი და თავსებადობაც უფრო მეტად იყოს, ანუ გამოხატეთ რა, ანუ რა გწყინთ, რა არ მოგწონთ, რისი შეცვლა გინდათ, როგორ გინდათ რომ წარიმართოს ურთიერთობა, ანუ ამაში არაფერს ცუც არ იზავთ ესე რა ვთქვათ, პირიქით ურთიერთობას და სიტუაციას დაეხმარებით იმაში რომ განვითარდეს რაღაცები, დაალაგდეს რაღაცები, მოგვარდეს და მოკლედ ეს არის რაც აქ უნდა გაითვალისწინოთ, ანუ უფრო თქვენი რეალური ემოციების გამოხატულება იქნება კარგი, ხო? ნახოთ მესამე ვარიანტის შემთხვევაში, ნახოთ რა მოდის და რა იკვეთება. კი ბატონო, ფიქრები არის ის, რომ ამ ადამიანს თქვენთან ურთიერთობა ძალიან სიამოვნებს, ძალიან დადებითი, მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი ხართ მისი გადმოსახედიდან, რომელთან ურთიერთობაც არის ძალიან კარგი, თითქოს აი აბედნიერებთ და ახარებთ და რაღაცა დადებითი ემოციები შეგაქვთ ამ ადამიანის ცხოვრებაში, ანუ აქტიური ხართ მისი გადმოსახედიდან და აი ყველაფერი და ყველა რო უყვართ და ბედნიერებით და ცხოვრებით რო ტკბობას რომ ხედა, გრძნობთ თქვენ ამას და ცხოვრებით რო ტკბებით თქვენი ცხოვრებით, აი ამას გრძნობს რეალურად ეს ადამიანი ხედავს და ეს ყველაფერი დადებითად აღიქვავს ამ ყველაფერს. ანუ თქვენზე ფიქრობს რომ ხართ ძალიან შვიდი გაწონასწორებული რაღაც აი ყველაფერი რო უყვარს და გარშემო ყველაფერს რო ეფერება და აი ბედნიერ ადამიანად ხედავთ რა ყოველ შემთხვევაში, ნუ თვითონ ეს აღიქვა თქვენი პარტნიორი და ფიქრები ძალიან თბილი არის. გრძნობებში ვიტყოდი რომ კი აქვს ამ ადამიანს გრძნობები თქვენს მიმართ, მაგრამ ძალიან ეჭვიანი არის რა ეს ადამიანი, სულ იმას ეჭვებს, რომ ვიღაცა სხვა არის თქვენ ცხოვრებაში, ანუ მე სხვა გამოჩნდება, თვითონ არ არის საკმარისი აი ამ ურთიერთობისთვის. შეიძლება ამას ესე პირადად აი არც გაჩვენებდეთ და არც განახებდეთ, მაგრამ შინაგანად სულ იქ შიშობ, რომ ვიღაცა სხვა გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში, რაღაცა სხვანაირად მოხდება, რაღაცა სხვანაირად წავა და ნუ მე დარჩება მარტო და რაღაცა ესეთი ემოციური ფიქრები იპყრობენ ხოლმე. მივხვდით აი ამ თავისი ემოციებისა და აი ჭვიანობებისა, გრძნობები მაინც მოდის ესე რა ვთქვათ.
ანუ ვერ ვიტყვი იმას, რომ გრძნობები არ აქვს თქო, მაგრამ მაინც რაღაცა სულ ეჭვშია. შეიძლება თქვენს გარშემო ხედავს მამაკაცების ყურადღების ცენტრში ხართ და მამაკაცებს ხედავს და მოკლედ ის ყველაფერი რაღაცა ცოტა დისკომფორტებს უქმნის ხოლმე. თავსებადობას ვიტყოდი, რომ კი არის თავსებადობის ამბავი, არ არის ანუ არანაირი პრობლემა, ესა რა ვთქვა, თავსებადობასთან მიმართებით. თითქოს ამ ურთიერთობას კიდევ მეტი რაღაცა დრო და სიტუაციები სჭირდება, რომ კიდევ უფრო მეტად დაინახოთ და გამოსწოდოთ ერთმანეთის სხვადასხვა სიტუაციებში, ესე რა ვთქვა. თუმცა რაიმე ისეთი დიდი პრობლემა აქ ნამდვილად არ მოდის, რომ რაღაცა არ არის თავსებადობა, რაიმე მსგავს რა ვთქვა, ეს ნაკლებად. და რაც შეეხება უშუალოდ ორაკულის რჩევა, ამ შემთხვევაში ამოდის ის, რომ თქვენი გულის კარნახს მისდიეთ რა, როგორც გინდათ რომ ეს ურთიერთობა განვითარდეს და რა დასასრული თუ რა დასაწყისიც გინდათ რომ ამ ურთიერთობას გქონდეთ, ანუ შესაბამისი მოქმედებები განახორციელოთ და იმას მიყევით, ანუ ეს იქნება აქ ყველაზე სწორი, აი რასაც თქვენ ხედავთ სწორად, რასაც თქვენ აღიქვავთ სწორ მდგომარეობად, აი იმ გულის კარნახს მიყევით. აქაც მშვენიერი გაშლა იყო მესამე ვარიანტის შემთხვევაში, ხო? და ბოლო მეოთხე ვარიანტის შემთხვევაში ნახოთ რა ხდება აქ. ну, ფიქრებში რეალურად ამ ადამიანის ფიქრები თქვენთან მიმართებით არის ის, რომ სოციალურად ძალიან აქტიური ხართ. შეიძლება ეს თვითონ დისკომფორტებს უქმნიდეს ოღონდ, ანუ მოსწონს ეს ყველაფერი თქვენში, მაგრამ თვითონ დისკომფორტებს ხედავს იმაში, რომ თვითონ შეიძლება სოციალურად აქტიური არ იყოს ეს ადამიანი და რაღაცა თქვენ რო ძალიან აქტიური ხართ, თქვენ არ ჩამოგჩეთ რაღაცა, უნდა რომ როგორც რაღაცა თქვენ გარშემო მყოფების ყურადღების ცენტრში ხართ და ის რომ აი რაღაცა ბევრ საქმეში ხართ თითქოს ჩართული და ბევრი კარგი რაღაც გაკეთება შეგიძლიათ პერდა თქვენ და თვითონაც უნდა რომ ესეთი რაღაცა ყოჩაღი იყოს თუ ესეთ რაღაცა ბევრ რამეში იყოს ჩართული. ანუ მოსწონს ეს თქვენი ყველაფერი, მაგრამ აი თვითონაც ისურვებდა რომ ეს ყველაფერი ჰქონოდა მას რა, ეს რაღაცა ბევრი სხვადასხვა წვრილი ნიჭები და საქმეები, რომელსაც გამოიჩენდა თავს, ესე რა ვთქვათ. ფიქრები არ არის ნეგატიური, პირიქით, ანუ ეს თქვენი აქტიურობები ძალიან მოსწონს და ძალიან იზიდავს და ისურვებდა რომ თვითონაც ესე იყოს, როგორც გითხარით უკვე ამ შემთხვევაში. და ანუ რეალურად ანუ აქ გეტყვით იმასაც, ვინც მეოთხე ვარიანტი აირჩიეთ, რომ ფიზიკურადაც, ვიზუალურადაც ძალიან იზიდავთ ამ ადამიანს. რაც შეეხება გრძნობები ნამდვილად არის ძლიერი გრძნობები და ჩამოყალიბებული გრძნობები აქვს ამ ადამიანს თქვენთან მიმართებით. ვერ ხედავ იმას, რომ არ იყოს აქ გრძნობების ამბავი პირიქით, ან ძლიერ ჩამოყალიბებული გრძნობები აქვს. თუმცა თავსებადობაში ნახეთ როგორი რაღაც ჩანს, თქვენ უფრო მეტად წამყვანი ხართ ამ ურთიერთობაში. ანუ თითქოს აი თქვენ პირადად თქვენს თავზე უფრო ბევრ რამეს იღებთ ურთიერთობაში და ცოტა პატარა დისბალანსი არის რა. ვერ ვიტყვი რომ არ არის თავსებადობა, მაგრამ აი ბალანსი არ არის დაცული რა ბოლომდე, ესე რა ვთქვათ. ან თუ თქვენ რაიმე ბევრი მოქმედებები არ განახორციელებთ, ბევრ რაღაცები არ შეცვალეთ ამ ურთიერთობაში, თვითონ თქვენი პარტნიორი საი როდის და რა გაახსენდება, რომ გააკეთოს, აი ესია რა. ანუ თუ მითითებას მისცემთ, რომ იცი რა, მოდი აი ესე კი არა, ესე მოიმოქმედე, კი გააკეთებს, მაგრამ ანუ თითქოს აი სულ რაღაცა ბიძგის მიცემა სჭირდება ხოლმე ამ ადამიანს. ოღონდ გეტყვით, რომ ეს ბიძგის მიცემები არა იმიტომ სჭირდება, რომ გრძნობები არ აქვს, უბრალოდ აი თვითონ არის რაღაცა ურთიერთობაში ესე, რომ თქვენ ხართ წამყვანი იმისთვის აი ამ ურთიერთობაში, დასაწყისში აღნიშნო რაღაცა უფრო მეტად აქტიური ხართ და ეს მოსწონს და რაღაცა თვითონ რო ვერ არის ეს შინაგანა დაკომპლექსებს ხო და აი ეს საერთო სიტუაცია ანუ კრავს იმ მდგომარეობას, რომ თვითონ რაღაცებში შეშინებული და დაბნეული არის ეს ადამიანი და მოკლედ წამყვანი ამ ურთიერთობაში ხართ თქვენ. რაღაცა უფრო მეტად ძლიერი ენერგეტიკაც უფრო თქვენ გამოდის, ვიდრე თქვენი პარტნიორისგან. ასე რომ რაღაცა ბალანსის დაცვა არის საჭირო. ამ შემთხვევაში ჩანს, რომ ის თქვენი გრძნობები და ემოციები, ანუ ორაკულის რჩევა ამბობს, რომ უნდა გამოხატოთ, უნდა უფრო მეტად ღია იყოთ. და ღიაობაში იგულისხმება ის, რომ ამ ადამიანთან რაღაცა ისაკითხი დაალაგოთ რა, იმიტომ რომ შეიძლება გარკვეულწილად დისკომფორტს უქმნიდეს, რომ აი თქვენ ხართ ესე წამყვანი ურთიერთობაში და რაღაცა თქვენ უფრო მეტად ბევრი ლიდერული თვისებებითაც გამოირჩევით, ოღონდ პირადად თქვენს ურთიერთობაში, ესე ვთქვათ და ამ შემთხვევაში აი გაისაუბრეთ პარტნიორს, რომ ეს რაიმე დისკომფორტს ხომ არ ქმნის, რაღაცების შეცვლა ხომ არ არის აქ საჭირო, რომ უფრო მეტად რაღაცა თავსებადობა და დაალგება იყოს ურთიერთობაში. სულ ეს იყო ჩამოკარგება, წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვებთ.